ქართული მითოლოგია. ამირანი. ამბობენ, რომ კავკასიის მარადილ მყინვარებს შორის, იქ, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ერწყმის, დროდადრო მთებს უცნაური ექო გადაუვლის. ეს არც ზვავის გრიალია და არც ქარის ქროლა. ის მიჯაჭვული გმირის, ჯაჭვების ჟღარუნი და მისი მრისხანე დაუმორჩილებელი ყვირილია. ათასწლეულებია კავკასიონის გული ამ ხმას ინახავს, როგორც მოწმობას ადამიანის თავგანწირვისა და ღმერთებთან დაპირისპირებისა. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო უძველესი მეტალურგიის ქვეყანაა. ათასწლეულების განმავლობაში ქართული მჭედლობა მსოფლიოში საუკეთესოს სახელს ატარებდა. იგი ცნობილი იყო ძველი სამყაროსთვის არა მარტო წერილობითი წყაროებით, არამედ მითებითა და ლეგენდებით, რომლებმაც ჩვენამდე ლითონის დამუშავების მისტიკური ცოდნა მოიტანეს. სწორედ რკინისა და ცეცხლის ამ კულტურამ შუა შემოქმედთა მებრძოლი და ადამიანთა მხსნელი გმირი ამირანი. ამირანი ქართული მითოლოგიის შედევრია. მის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა რეგიონში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე. ყოველმა მათგანმა განსხვავებული ნიუანსებით, მაგრამ ერთიანი სულისკვეთებით შემოგვინახა ის. ამირანის ისტორია ტრადიციული ეპიკური გმირის მოდელს მიყვება. მისი დედა ნადირობის ქალღმერთი დალია, მამა კი უბრალო მონადირე, რომელიც მზე თუ ნახავს მიუვალ მთებში ხვდება და უყვარდება. სწორედ ამ სიყვარულმა შუა არსება, რომელიც არც სრულად ღმერთი იყო და არც სრულად ადამიანი. არაჩვეულებრივი წარმომავლობის გარდა, დაბადებისთანავე თავად შემოქმედმა დალოცა იგი და ზეადამიანური თვისებებით დააჯილდოა, რაც მას ბავშვობიდანვე უპრეცედენტოდ ძალით გამოარჩევდა. ეპოსის მრავალი ვარიანტი სხვადასხვაგვარად აღწერს მის ადრეულ ძლიერებას. 10 წლის ხმაწვილი უკვე ისეთი ძლიერი იყო, რომ სრულფასოვანი მეომარივით ბრძოლის ველზე გასვლა და მტრის დამარცხება შეეძლო. დროთა განმავლობაში ამირანი უზარმაზარი, გოლიათური ზომის გაიზარდა. თქმულებები მას ბუნების სტიქიურ ძალებს ადარებენ. იგი მგელივით დაუღალავია, 12 წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისრაფე. მისი სიმძიმე იმდენად დიდია, რომ დედამიწა მას ძლივს უძლებს. მისი რჩეულობა მხოლოდ ფიზიკური ძალით არ შემოიფარგლება. ამირანი თავად უფლის ნათლულია, რაც ერთიორად ზრდის ამირანის განსაკუთრებულობას და კიდევ უფრო აშორებს მას ჩვეულებრივ ადამიანურ ბუნებას. მოგვიანებით ეს მისი უდიდესი ტრაგედიის შემოქმედთან საბედისწერო დაპირისპირების მიზეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ამირანი გაიზარდა, ის თავის ძმად ნაფიცებთან, ბადრისთან და უსუფთან ერთად კაცობრიობის სასიკეთოდ იბრძვის ბოროტების წინააღმდეგ. თავდაპირველად იგი ებრძვის დევებს, რომლებიც ადამიანთა საცხოვრებელ მიწა-წყალს დაეპატრონენ და მოსახლეობას ავიწროვებდნენ. დევების დამარცხება მისი პირველი დიდი გამარჯვებაა, თუმცა მოკლული დევების ადგილიდან 3 გველეშაპი ჩნდება. 2 მათგანს ამირანი მალევე კლავს, მაგრამ მესამე, ყველაზე ძლიერი შავი გველეშაპია, მას ყლაპავს. ამ კრიტიკულ მომენტში ძმების დახმარებითა და მინიშნებებით ამირანი დანით გველეშაპს მუცელს უჭრის და გარეთ გამოდის. ეს აქტი მისი ხელახლა შობის ტოლფასია, რის შემდეგაც იგი ხდება ხალხის უპირობო ქომაგი, დევთა და ავსულთა მჟღლეტელი. მრავალი სახელოვანი გამარჯვების შემდეგ ერთხელაც ამირანმა ამინდისა და ჭექაქუხილის ღვთაების ასულის, ყამარის დახსნას სცადა ტყვეობიდან. ყამარი ზღვის იქითა ქვეყანაში მიუვალ კოშკში იყო დამწყვდეული. მზე თუ ნახავის დახმარებით, რომელმაც მამის სუსტი წერტილი გაუმხილა, ამირანმა დაამარცხა უზენაესი ღვთაება და ყამარი დაიხსნა. ამირანს სურდა კაცობრიობისთვის ცხოვრება გაეადვილებინა, ამიტომ ყამარის დახმარებით დაიწყო მეტალურგიის იმ საიდუმლო ცოდნის გავრცელება, რომელიც ღმერთების უფლებით აკრძალული დარგი იყო. ამირანის გამორჩეულ წარმომავლობას, მრავალი წინააღმდეგობის დაძლევასა და აღმატებულ შესაძლებლობებს ეპიკური პერსონაჟი ამ პარტავნობამდე მიიყვანა. ამირანის ცხოვრებისეულ გზაზე კულმინაციური მომენტი ღმერთთან შერკინების სურვილი აღმოჩნდა. თუ თავდაპირველად იგი ბოროტების აღკვეთას ახმარს ღონეს, საბოლოოდ ყველაზე დიდ სიკეთეს შემოქმედს უპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ამგვარი ტრაგედიის მიზეზად იქცა მისი განსაკუთრებულობა, ადამიანური და ღვთიური ძალების ერთიანობა.
როგორც აღვნიშნეთ, სვანურ ვარიანტებში ამირანი ქალღმერთი დალისა და უბრალო მონადირის შვილია. მასში ღვთიური ნაწილიცაა და მიწიერიც, თუმცა ბოლომდე არც ერთ სამყაროს ეკუთვნის და არც მეორეს. ამირანს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეეძლო დევებისა თუ გველეშაპების დახოცვა, რაც მას ადამიანურ ბუნებას აშორებდა. არც ღვთიური ბუნების შენარჩუნება იყო მარტივი ცდუნებებით სავსე სამყაროში. ამგვარად, ჭიდილში გმირს გზა აერია და გაუმართლებელი დანაშაული ჩაიდინა. ამირანმა უფალი საბრძოლველად გამოიწვია. მისი ამაომცდელობის მიუხედავად, ღმერთმა მას კიდევ ერთი შანსი მისცა. თუმცა განდიდების წყურვილით დაბრმავებული ამირანი ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს. უფლის გამოწვევის წინაშე უკან არ იხევს და თავად შემოქმედს უპირისპირდება. ღმერთთან ამ დაპირისპირებისა და დაუმორჩილებლობის გამო იგი უმკაცრესი და მარადიული განსაცდელით დაისაჯა. კავკასიის ყინულოვან ქედზე მიუვალ გამოქვაბულში მიაჯაჭვეს. მისი სასჯელი არა მხოლოდ ფიზიკური ტყვეობა, არამედ გაუთავებელი ტანჯვაა. გმირის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის მშიერი არწივი. ამ ტრაგიკულ მარტოობაში გმირის ერთადერთი ერთგული მოკავშირე მისი ნაგაზი, ურშაა. იგი დაუღალავად ლოკავს პატრონის მძიმე ჯაჭვს, რათა რკინა გაცვითოს და ამირანი ბორკილებისგან დაიხსნას. ყოველწლიურად, როცა ჯაჭვი იმდენად ხელდება, რომ სადაცაა უნდა გაწყდეს და გმირმა ნანატრი თავისუფლება მოიპოვოს, სამყაროს წესრიგი კვლავ აღდგება. ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები სწორედ ამ გადამწყვეტ წამს სცემენ გრდელს უროს და კვლავ ამთელებენ ბორკილებს, რითაც გმირის გათავისუფლების იმედს მარადიულ მოლოდინად აქცევენ. ყველასათვის ცნობილია ბერძნული მითი პრომეთეს შესახებ, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლო მოსტაცა და ადამიანებს მიუტანა, რის გამოც ზევსმა კავკასიონის კლდეზე მიაჯაჭვა. პრომეთეს მსგავსება ამირანთან უდაოა, თუმცა რადგან ქართული ეპოქის გაცილებით ძველია, არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბერძნული მითი სწორედ ამირანის გავლენით შეიქმნა. ათასწლეულების სიღრმეში შობილი თქმულება გმირთა გმირზე მუდმივად განიცდიდა ცვლილებებს, თუმცა მისი შინაარსი დღემდე უცვლელი რჩება. თითოეულმა ეპოქამ მასში თავისი წვლილი შეიტანა და საკუთარი ყოფითი თუ ხასიათობრივი ელემენტებით გაამდიდრა. ამირანი ქართული შემოქმედების უძველესი და უმდიდრესი მოვლენაა, რომლის ფესვებიც ქრისტეს შობამდე მრავალი საუკუნით ადრე წარმართულ ხანაშია საძიებელი. ამ ეპოსმა, ისევე როგორც ქართველმა ერმა, მრავალსაუკუნოვანი გზა გამოიარა და ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მე-19 საუკუნეში ამირანის სახემ ახალი, სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. დიდმა ქართველმა მოღვაწემ, აკაკი წერეთელმა, მას შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა, სადაც კლდეზე მიჯაჭვული გმირი დაპყრობილ საქართველოსთან ასოცირდება.